ასე, პატრიცემულ ნიკოლოს ჩვენ ახლა თამაშობთ კიდევ ერთ შემდეგს თამაშს, რომელსაც ქვია შემოსვი ბულბული ჭიქაზე. წესებს ვინ ადგენს და ზოგადად რომ კრარო იყო და ესენი დავხვდით ხალხს. ავარია წესი. ეგ მიჩვეული ყავს ჩვენი მაყურებელი. როგორ დავხვდეთ? ვანიკო გვეტყვის ამას. მოკლედ, ესე იგი ჩვენ ტრაფარეტები გვაქვს მაგიდაზე, რომელზეც არის სამ-სამი სიტყვა. დაწერილი. სამი სიტყვისგან უნდა შევქმნათ ისეთი სადღეგრძელო, რომ ხალხმა თქვას, რომ ბულბული დასვეს ჭიქა. მზად ვარ? აქ გუნდებათ არ ვიყო, ჩვენ თავს მივხედავთ, ილო დაიწყე. აბა მიდი. იწყე? ჩვენს გვაჩვენე. რა? ჩინგაჩკუკი, ანტალი კუჭმაჭი. აბა? სმენა იყოს და გაგონება. აემ სასმისით. მე ერთი სადღეგრძელო მინდა თქვა. ინდიელთა ტომში, ამ უძველეს ტომში, ერთი ბრძენი კაცი იყო. გენაცვალე, როგორიც. ადგილობრივები მას ჩინგა ჭკუკს ეძახდნენ. ქართულად რო გადმოთარგმნო, გველს ნიშნავდა, დიდ გველს. გველის მჭერელს. მაგრამ არა იმიტომ გველი, რომ გესლიანი იყო, იმიტომ რომ ბრძენი იყო. ხო და ამ გველივით ბრძენმა კაცმა ერთხელ თქვა, რაც არ უნდა ატანტალოთ ერთი ადგილიო. ყველა კაცი ბოლოს მაინც კუჭმაჭის ჭამას უბრუნდებაო. შეგენაცვალე. მოდი, დამბურძგლა, კაცებო. გულით გაკეთებულ კუჭმაჭს გაუმარჯოს, კაცურ კუჭმაჭს და ერთი ადგილის ტანტალს თავი გავანებოთ. ჩინგაჩკუკი. აიხარეთ. აიხარე, ალავერც გადადი. უჭმაჭს გაუმარჯოს და დიდწველის ტანტალს. ბულბული სად არის ბულბული? შვენიერი სადღეგრძელო იყო მე მგონი არა? აბა რა? წრეზე მოვყვეთ? მოვყვეთ წრეზე. ალავერდი ეგრე დადის. როგორ უნდა კაცო? ქაჩალი, ტრიკო ბუმბერაზე. და მეტი ძმა. ეს თქვენ რო თქვა და სამადლობელი ვთქვა. აბა? თქვენზე ახლობელი ხალხი ბიჭებო მიამყავს. შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე. უგუღმაც ეგრეა. აიხარე ნიკო. ხო და ამ ერთ პატარა ქაჩალ ბიჭს გულის ატკივარი მაგ და თქვენს გარდა ვერავის ვერ ვეუბნები. აბა შენი სიქაჩალი აქ რა მოსატანია ნიკუშჭა. აი რომ მოსატანი გახდა ნიკო. ისე მიცხოვრია, იცით თქვენ რომ მე სვისი ჯიბიდან ფული არ მომიღია და ჩემ სტრიკოში არ ჩამიდია. ვიცით. როგორც ჩემი ოსტატი. ბუმბერაზით ჩხირების მკეთებელი კაცი. აი კაცი. იტყოდა ხოლმე. ტანსაცმელი რომ გაგხადონო. ტრიკო ბოლომდე დაიცავი. ამაშია გენაცვალე. იმიტომ რომ ტრიკოს იქით უკვე სხვასი ქაჩლე იწყება. მოდი, ყველა ბუმბერას ქაჩალს გაუმარჯოს, ვისაც ტრიკოს ვისთვის არ უჩვენები. აი ესე. გადმოდი ალავერდი. ერიჩებზია ახლა ხო აქეთ. ტარტაროზი, ვაჩვენოთ მაყურებელსაც. უნთუშა და დუნდულა. ვახ. მოდი ჩემო ძმებო. მოდი იმ კაცის სადღეგრძელო მინდა დავლიო. ვინც დღეს და ღამეს მეგობრებზე, ახლობლებზე, შინაურებზე ფიქრში ატარებს. ვაშენ გენაცვალე. რომელსაც შეიძლება ვიღაცა გამოლელმა ტარტაროზიც კი დაუზახოს. ტარტაროზი. ბოროც რადალებს ნიკაჯი. აი ღმერთი. მაგრამ მოდი ჩემო ძმაო, აი ამ კაცს გაუმარჯოს. ვინც ძმის მოკეთის სიყვარული იცის და დუნდულების გასასუქებლად კაც
თუმთუშაში არასდროს გაცვლის. შენ თუნდაც არტაროზი ეძახოს თელმა ჯერიმე. ქვეყანამ. შენ გენაცვალე. სრემლი მომადგა. აბა, სასაცილო აქ რა არის? ბულბული გზაშია, ბულბული. ბულბული გზაშია, ბულბული. მეც მინდა 2-20 სიტყვა გითხრათ. შენ შემოკლე ვანიკო. ტიტლიკანა დუქანი აირწინაღი. მე დალევა არ მინდა და ბევრ სადღეგრძელოს ვერ გეტყვით. აი, ბავშვობის მოგონება მინდა რა. გავიხსენო, მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი და რაღაცნაირი, აი ხო, ეზოში რომ დარბიხარ რაღაცა და დუქანი იყო იქ რა და მამამ მითხრა ჩაირბინეო რა, სტუმრები მოდიანო, 2 ფუთი ღვინო ამოიტანეო. ჭადი ყველი და რასაც გამოვაყოლებსო რა. 12 ლიტრა, ხო? რა ვიცი და ხო და გავიც პატარა ვიყავი, გავიქეცი როგორც ვიყავი რა ტიტლიკანა თუ როგორც რა შევირბინე ამ იმაში რა. სეთი მკისე სუნი იდგა დუქანში რომ აირწინაღი გამიკეთეს და ისე გამოგიჩეს. მე გეუბნებით რომ მე მეთქი არ გამომდის ეს ადრეძლო. მეგონა სანამ შენ იყავი დუქანში მანამდე დაიწყო ატომური ბომბი ჩამოვარდა და მოგიწია აიწინაღი მიადეთ გამოსვლა. ეგრეთ შეგვიძლია ჩემო ნიკა გავა. როგორც გაგიხარდებათ მაგრამ თეორია სადღეგრძელო შედგა. სადღეგრძელოს ავტორმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა კაცო სადღეგრძელოში, მაგრამ არ არის ჩაკეტილი თამადა. აბა რა კაცო, დემოკრატია გქონდა. გაუმარჯო, ჩემ ნათქვამს, დასასრულს მეუახლოვდა ჩვენი სუფრა და აი ესეთი სუფრები არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას. არა, არც ესეთი სტუმრები. ამადობა და აი ეს ტრანზიცია. აბა რა. სტუმრები არ მოგვიშალოს. მაშ ასე მეგობრებო, ნიკა, ასეთ იყო ჩვენი თამაშები, როგორც დაინახე, გამარჯვებული ხარ შენ. კი. იმიტომ რა ვიცი, ვინმე შემოგვედავება ამაში. შალსახად. აპლოდისმენტები ნიკა.